ლიტველი და ქართველი ხალხის ერთობის დღე აღნიშნეს რიყის პარკში. დღესვე ლიტვაში თავისუფლების დამცველთა დღეა, რაც საქართველოშიც აღინიშნება. რიყის პარკში ლიტვის დროშა გაშალეს და შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნები. ღონისძიება ლიტვის ელჩმა გახსნა და ქართველი და ლიტველი ხალხის მეგობრობაზე ისაუბრა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც. ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ამერიკის ელჩი საქართველოში. დღეს მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ლიტვის ხელისუფლებას, ლიტველ ხალხს იმ დახმარებისთვის, რასაც ჩვენ ხედავთ, როგორც ევროპაში, ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ეს არის გზა, რომელიც მიიყვანს საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, სრულ სუვერენიტეტამდე. იმ მიზნებამდე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქართული ხალხისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის. დროშის პატივისცემის ცერემონია საქართველოში პირველად ტარდება. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ერთობის მნიშვნელობას, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების ერთობას. ჩვენთვის ლიტველებისთვის 13 იანვარი არა მხოლოდ ტრაგიკული, არამედ გმირობის დღეა. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ ლიტველებმა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მეგობრობა ვიგრძენით. ასეთ დღეებში ჩვენ ყველაზე კარგად უნდა გავიაზროთ ხოლმე ის, რომ ქართველები არ ვართ მხოლოდ 5 მილიონი. ასეთ დღეებში ჩვენ უნდა მივათვალოთ საკუთარ თავს 2 მილიონი ლიტველი, 2 მილიონი ესტონელი, 3 მილიონი ლატვიელი და შემდეგ და შემდეგ. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ ის ხალხი, რომლებიც ერთად ვიბრძვით თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.